ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფო მერჯერადად 359 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. ბუნებრივია დაზოგული თანხები მთლიანად ენერგეტიკის სისტემის და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. ოპტიმიზაციის პარალელურად ჩვენ სრულად გადავხედეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას, თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სექტორში არსებული ყველა გამოწვევის ანალიზი, გამოვლინდა და აღმოიფხვრა მანკერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მოგეხსენება, ჩვენი სტრატეგიული მიზანია საშუალოებიან პერსპექტივაში საქართველოს გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითგმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს. წინა ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს სოფლიო საავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის სპეკულაცია.